გამარჯობა. შენი სახელი და გვარი? მე რაბი ამზოები. რამდენი წელი ხარ? 25. და საიდან ხარ? თბილისი. წარმატებას გისურვებ. მადლობა. რუსეთში ცხოვრობდი დაახლოებით 10 წელი. და მე ჩამოვედი თბილისში და როცა თბილისში ჩამოვედი, დავიწყე მუშაობა ბარში. მე ფილერი ვიყავი კაზინოში. იმიტომ რომ სამსახური ჭირდებოდა, ახალი მოყვანილი მყავდა ცოლი. მაგრამ დიდხანს ვერ გავუწევი. ხო, ცოტა რთული იყო. და მე ისე მოხდა რომ ვიჩხუბე ამ კაზინოში. ჩხუბი როცა მომივიდა გამომიშვა სამსახურიდან რა. და მომიწა სამსახური ზევნა, იმიტომ რომ ქირი ცხოვრობდი და მეუღლეც ყავდა და ფული მქონდა გადასახდელი, მოკლედ პრობლემებში ვიყავი. მეუღლე მირჩია იცი რა ქენიო? აი, ხოლმე კარაოკეში რო დადიხარ, რომ მღერი ხარ, მიდი და ეხა გაიარე რესტორანში და დაიწყო სიმღერა რა. მეთქი რა სიმღერა, რომელი მომღერალი მე ვარ. ცხენოდა, იმიტომ რომ ისეთი მომენტია, რომ მაინც ვიღაცასთან მიდიხარ ეუნებით რა მომღერალი არ გჭირდება და არაო და მე შენ უბრუნდები, ცოტა უხერხულია. მაგრამ მაინც გადავლახე ის მომენტი, იმიტომ რომ მეუღლე უკან მეჯდა და დავაი, მიდიო. всё, იმის მერე მე მომღერლად მუშაობ. ძალიან მაგარია. ამაზე ამოიწურა ჩემი სევდიანი ისტორია. საქართველოს დამაწყებინა მომღერლობა, იმიტომ რომ გადასახდელი მქონდა ქირა. მოვა წარმატება შენთან? გაუცილებლად, რაღაც საწავლა, აბა რიცხვს მოვიდიოთ. არ შემიძლია არ კითხო, X-ფაქტორი გააქვს? თავისთავად. ეგრე რა. დამშვიდებულად ძალიან ესე იგი დარწმუნებულად აქვს. კიდევ ერთ გეტყვი, გაგიჟდებიან გოგოები რომ დაგინახავენ ისეთი ბიჭი ხარ შენ. მეც ეგეთი აბა რა, დაავა ეხა ახმახი ბიჭი. ვისთან ერთად მოხვედი? ჩემი უღლესთან ერთად ის არის ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი. კარგია. მე გეუბნები რა გოგოები დაეყრებიან თუ შენ მეუღლე ყავს ბიჭი. აბა რა ქნას კაცო. და გაგიჟდებიან გოგოები. გადაანაწილებს ამ თავის ქარიზმას და გოგოებსაც დაყრებს. რა შველებად. ხო, ეშველებად კაცო. აი, გამარჯობა, მოგესალმებით. გაგვეცანით თუ შეიძლება? მე რაბი ამზოები თბილისი. უკვე მესმის გოგოების კივილი. ბაი, რა ბიჭია, მერტო. ვისთან ერთად მოხვედით? ჩემ მეუღლესთან. უკვე მეუღლე ყავს. გოლი დათვრა. გასაგებია. ეგ არ უნდა გეთქვა. კაცმე გამომიგზავნე, მე რა. სად არის მეუღლე? დარბაზში თუ გულშემატკივრების ოთახში, ძალიან კარგი. მეუღლეს რა სახე აქვს წარმოიდგინე ხა. მოიწვევი შენ სახში. X-ფაქტორს განახებ მე შენ X-ფაქტორს. გვიმღერე ბატონო. გისმენ. დაისიმპათიური ბიჭია. სიმპათიური არის, მაგრამ всё, სხვისია, სხვისი. Maybe I'm foolish, maybe I'm blind. Wow. Much he said. Got no way to prove it, so maybe I'm blind. But I'm only human after all. I'm only human after all. Don't put the blame on me. Don't put your blame on me. Some people got a real problem. Some people are out of love. Some people feel like I saw them. Lord heavens above. I'm only human after all. I'm only human after all. Don't put the blame on me. Don't put your blame on me. I'm no prophet or Messiah. And shit, no, I can't somewhere higher. I'm only human after all. I'm only human after all. Don't put the
blame on me. Don't put your blame on me. I'm only human, I do what I can. I'm just a man, I do what I can. Don't put the blame on me. აი საიქს ფაქტორები. Yeah. აი ბიჭი. ცოტა ვინერვი. არა უშავს. ბრავო მერა, ძალიან მაგარია. ძალიან ხავერდოვანად რაღაცნაირად დაიწყე. ხო რაღაცნაირად. კი. მერეც კარგი განვითარება იყო, ანუ როგორ იყო, იცი რომ ყველაფერი გამოაჩინე ამ სიმღერაში, რაც შეიძლებოდა რომ აი ესეც შემიძლია, მაღალი ნოტით შემიძლია, ფორსირებაც შემიძლია, ხრინწიც შემიძლია და ვაფშე კაცმა არის კიდევ რა შემიძლია. ხავერდოვანი ტემბრიც შემიძლია, ანუ ყველაფერი შეგიძლია. მე ძალიან მომეწონა შენი გამოსვლა. ძალიან. ყველაფერი ერთად კარგად, რაღაცნაირად შენი იმიჯიც, ეს სტატუც, ეს რაღაცნაირი შარვალიც და მოეწონა სოფის. სოფო ვერ ათავებს ლაპარაკს. ვიზუალიც და კარგი ღიმილიც. საკაიფოა. კაი. ანატაცავლე როგორ ყავს? ო ძალიან უხდებით სცენას. მადლობა. ძალიან უხდებით სცენას. ძალიან სიმპათიური ხართ. გაქვს ძალიან ლამაზი. ძალიან ლამაზი და ყველა ტემბრის ხმა, ის რომ კარგად გძნობთ მუსიკას, თან ეს ძალიან სექსუალურია ყველაფერთან ერთად. ბიჭო არ თქვენს კაცო როგორც იქნება. ძალიან კარგად იყურებით. მიუხედავად იმისა, რომ ცოლიანი ხართ. და შენ კვრიანი მე ლელა. გვრია. მამულიჩ სათხარ მამულიჩ. არა, იცი რა არის? ყველა ადამიანში რა არის? ანუ უნდა დამყარდეს ეს კონტაქტი, რომ მუსიკალურადაც მოგეწონო, ესე იგი არა. აუცილებლად. ლელაც მოაჯადოვა. კაი ბიჭია და საწყენიერად წავიყავ. რა ჭირდება X Factor-ს? ეს ყველაფერი თქვენ ახლა გაქვთ. შემდეგ ეტაპზე თუ გადავიდა ეს ბიჭი ცოლი არ გამოუშვებს. კი, ნამდვილად. რა თქმა უნდა, შენ ხაჩავრო იყო საერთაშორისო, ამიტომ ჩემგანაც დიდი მხარდაჭერა შენ. მადლობა. მერაბ, ნამდვილად შენ გაქვს ყველაფერი იმისთვის, რომ იდგე ამ კონკურსში და მიხვიდე ფინალამდე. დიდი მადლობა. მაგარია ძალიან. მე მგონი დროა გაშორდეთ, გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. და მე ვიწყებ. მე ვამბობ კის. სტეფანეც ამბობს. ხო, რა თქმა უნდა, მეც ვამბობ კის. ლელაც ამბობს. კი. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ 4-ვე ერთად ვამბობ. მადლობა. გელოდები შემდეგ ტურში მერა. მე დავჩე?